მესაკუთრე, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდებს და დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს, მას უნდა ჩამოერთვას ქონება. აბსოლუტურად კანონიერად უნდა ჩამოერთვას. კაცი, რომელიც არ ასუფთავებს მის ცხვირწინ დაყრილ ნაგავს, უნდა დაჯარიმდეს ისე, რომ წელში ვერ გაიმართოს. როგორც კი გაჩნდება პატრონი, იქნება სისუფთავე და იქნება წესრიგი. შეგვიძლია ახალ ნახოთ ამ მდგომარეობას. შენობა, რომელზეც კოტე ჭარხალაშვილი, იმერეთში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და წლების წინ აბანოებს წარმოადგენდა. თუმცა ამ ეტაპზე ფუნქცია დაკარგული აქვს და გავერანებულია. ქალაქის ცენტრში რომ აი ასეთი ამბავი გექნება, დღეს თუ არა, ხვალ თავი უნდა ჩამოიხჩო იმ ხეზე. შენ ქალაქში მაცხოვრებელი არ ახარ, შენ არ ახარ ღიზი ქუთაისში იცხოვრო, არათუ ქალაქის მერიაში იჯდე. ამის გამოსავალს რო ვერ ნახავ წლების განმავლობაში. არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ელიზა ჩახუნაშვილი, რომელიც მეზობლად კვების ობიექტს ფლობს. მისი თქმით, მძიმე ანტისანიტარიის გამო პრობლემები ექმნებათ ადგილზე არსებულ ბიზნესებს, გარდა ამისა არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე, რაც უბედური შემთხვევის რისკს ზრდის. მე პირადად ვიყავი მერიაში, რამოდენიმეჯერ განცხადება დავწერე, ფოტოები გადაიღე, ნახეს ეს სულ ახალი შენობაა, მაგრამ რა ვიცი, სად ნახულობდა ხალხი ამდენ ნაგავს არ ვიცი. მოვითხოვე, რომ სველი წერტილი გაეკეთებიათ, სადმე რომ აქ არეულოთ. მაგრამ ადამიანები მაინც აქ მოდიან, იმიტომ რომ შეჩვეულიები არიან. ყველა დადის, ყველა ტუპიკში შედიან და ტუალეტს ილევენ. მთელი ქალაქი აქ დადის. კაფე-ბარი გაქვთ, ანუ როგორც მე მაქვს კვების ობიექტი. საზიზღარის სუნი არის, ფაქტიურად ფანჯრებს და კარებს ვერ ვაღებთ. მაგის გარდა ცუდ რამეებსაც აკეთებენ, წაბალს იკეთებენ, შპრიცები მხვდება. მე პირადად სამჯერ გავიტანე აქედან ნაგავი, ხარჯი გავწიე. ვიცი რომ მესაკუთრე არის ვინმე აკაკი წერეთელი და ყავს წარმომადგენელი აქ, იმ წარმომადგენელს ბევრჯერ ვესაუბრე. და მითხრა რომ ჩემი საქმე არ არის, მერიაშიც ვიყავი. წერილით მიმართე რომ დამხმარებოდნენ და დაელაგებიან და მითხრეს რომ კერძო საკუთრება. უამრავი ბაქტერია, საშიშროება, ეპიდემია შეიძლება მოხდეს, ზაფხული მოდის და გაზაფხული და მეშინია, ძალიან მეშინია. ჩემს გარდა აქ არის 3-4 კვების ობიექტი. ეხლა შეიძლება სველი აქაურობა და არა, მაგრამ რამდენი ხის მასალა ყრია, წერია ჩამოგდებ, რატო არ შეიძლება? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კი მართალია ამ შენობას ვერ დაანგრევს ეს ხანძარი, მაგრამ ერთადერთი რასაც ვითხოვ და არა მარტო მე, ჩემი თანამშრომლები და მე მგონი ყველა ნორმალური ადამიანი, თუ ეს ადამიანი ვერ აკეთებს აქ ვერაფერს, შემოღობოს მაინც დროებით და ნაგავი თვითონ გაიტანოს. რატო უნდა გავიტანოთ ჩვენ სხვებმა? ჯერ აკაკი წერეთელი ქვია ადამიანს და სამარცხვინოა, ვის სახელსაც ატარებს, საკუთარ ობიექტს არ უვლის. დიდი ნაგავსაყრელია ქუთაისი. დიდი ნაგავსაყრელი. ტყუილა მიაქ მანქანებს იქით ნაგავი შეუძლიათ აქ დაყარონ მაინც. რამხელა საშიქროება შეიძლება დაინგრეს ერთ დღეს და რამოდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. პატარა ბავშვები შედიან, შიგნით პაწაწუნები, სიგარეტს რო ეწევიან, მალავენ, ხან აქ და ხან იმ ტუნელში. შეგიძლიათ წამოხვიდეთ და ნახოთ რა ხდება. მძიმე მდგომარეობაში ასევე იქვე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც ქუთაისში კულტურის სახლის სახელითაა ცნობილი. შენობა ნელ-ნელა ინგრევა, საფრთხეს ქმნის ფასადიც, რომელიც არაერთხელ ჩამოიშალა. არ ვიცი, აი ეს შენობა, ნახე, ეს მე ავაკარი, რომ შიგნით რაც ნაგავია, ხალხი შემოტანილია, დროებით ავაკარი, რა ვიცი, რომ, მაგრამ ყველაფერს მე ხო არ გავ, ჩემი ტერიტორია არ არის და აი ესეთ დღეში არის ქალაქის ცენტრი. ნახე. თქვენ წარმოიდგინეთ, ავეჯიც მოაქვს და ყრიან ძველ ავეჯს. ნახეთ, წარმოგიდგენია, მე კვების ობიექტი მაქვს და აგერ სასტუმრო არის, ჰოსტელია და წარმოიდგინე იმ ტერასაზე გამოსული ადამიანი რა სიამოვნებას ხებულობს. არა და საუკეთესო ადგილზე დგას ეს შენობა, პირდაპირ რიონის პირზე გადადის. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ლამაზი სასტუმრო ან რამე შეიძლება გაკეთდეს აქ.
ხო. ამაზე ადგილია ხო, კარგი ადგილია და ასე არის უპატრონოთ, ეს კერძოა თუ მთავრობისა ეს წარვით. კერძოა. მე რა კაცო ხო უნდა იყოს. ხო, რაღაცა უნდა გააკეთოთ. მე რა კერძოა, მე ვაფუჭებ გარემოს, ხო? მე რა პიროვნება ვარ და ვერ ვაკეთებ საფრთხეს და რანაირი საფრთხე რომ მოვდივართ აქ და გავლა-გამოვლა ყოველდღე გვიხდება. რა დროს რა მოხდება, არ ვიცი და ნამდვილად უნდა გააგებინონ, რომ სურათებით ახლა მაინც კი ხდება მარტივად გადაგზავნა ამ ხედის, რომ დაინახოს თვითონაც შორს თუა წასული, რომ ამ მდგომარეობაშია შენობა. ან მიხედოს, ან გაყიდოს, ან ჩააბაროს, რა ვიცი. რაც შეიძლება რომ გაკეთოს მომდევნო ამ ეტაპის უნდა მიხედოს ამ მდგომარეობას ნამდვილად. სირცხვილი ერთი და რაღაცას მოიტანს თუ არ მივხედეთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთი. ყოფილი აბანოების შენობა კერძო საკუთრებაშია და იგი ოფიციალური დოკუმენტებით საზღვარგარეთ მცხოვრებ აკაკი წერეთელს ეკუთვნის. როგორც მესაკუთრის წარმომადგენელმა მეგატივთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, შენობის შემოღობის უფლებას მათ მერია არ აძლევთ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქის მერიას პროექტი წარუდგინეს, ადგილობრივი უწყებისგან ვერც ძველი შენობის დემონტაჟის და ვერც ახლის აშენების უფლება მოიპოვეს. ჩვენ 3 წელია ვითხოვთ, 3 წელია კი არა 94 წლიდან როცა შეიქმნა მაგ ობიექტი წერეთელმა იმ პერიოდიდან უნდა მაგის დანგრევა და ამას ვინ გვიშლის ხელს, რატო გვიშლის და რატო არ გვაძლევენ ამის უფლებას? ეს უკვე შეგიძლიათ მერიაში გაარკვიოთ. ჩვენ ველოდებით თანხმობას, რომელიც დღემდე არ მეგვიღია. გასაგებია ქაუტანოქეთი, მაგრამ აქ საუბარია თქვა დასუფთავებაზე და შემოღებაზე. დასუფთავებაზედაც გეუბნებით და ყველაფერზე მერიამ თუ არ მომცა თქვენ გეცოდინებათ კანონმდებლობა თუ არა და მაგით შეგიძლიათ მერიაში გადაამოწმოთ. თუ მერიამ არ მომცა თანხმობა მაგის შეღობის, მე მაგის უფლება არ მაქვს. ამიტომ ჩვენ მერიაში გვაქვს წერილი გაგზავნილი ხანა აბარებენ რომ აბრალებენ რომ ზემდგომში აქ გაგზავნილი და იქედან თუ მოკლედ მიზეზები არ გამოერიათ და მე ბოლო შეხვედრაზე მერს ვთხოვე რომ ერთადერთი კითხვა დაუსვი და დავტოვე ის ხდომა რომ ვინ აგებს პასუხს არ არის აქ ნაგავზე ეს არის ნაგავი მიაზე ხარწყოვანი იმასთან რომ იქ რომ ვინმე შევიდეს და ის შენობა ჩამოინგრეს ამაზე ვინ აგებს პასუხსო მერი შემპირდა რომ მიავიყვან ამას პირად კონტროლზე ჩემი მობილურის ნომერი დაიწერა და შეგეხმიანებითო იმის შემდეგ 1-3 თვეა გასული და არავინ არ შემხმიანებია ჩვენ პროექტიც გვაქვს ინვესტიციაც იმის საშუალებაც აქვს წერეთელს რომ ააშენოს თუ შენ არ მოწოთ ის პროექტი თვითონ შეუძლიათ შეიტანონ კორექტირება და ნუ რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით ჩვენ მზად ვართ ერთი მინიმუმ 10 წელია მან დავაშენოთ მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა არ გვაძლევს ამის უფლებას მეგატივმა საკითხი ასევე მოიკვლია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, სადაც განგვიმარტეს, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალშია. შესაბამისად, პროექტი სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. აკაკი წერეთელი წითელ ხიდთან 2343 კვადრატულ მეტრს ფლობს, რაც ყოფილი აბანოების შენობასაც მოიცავს. მეგატივმა საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს. ფალიაშვილის ქუჩის 9 ნომერში მდებარე მითის ნაკვეთსა და შენობა ნაგებობას ყავს კერძო მეპატრონე, რომელსაც ქუთაისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკვე გაეგზავნა ოფიციალური წერილი ტერიტორიის დასუფთავების შესახებ. მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მეპატრონეს კანონის შესაბამისად დაეკისრება ფინანსური ჯარიმა. რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ყოფილი აბანოს დემონტაჟისა და მშენებლობის საკითხს, ის მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე შენობის ფიზიკური დაცვის 50 მეტრიან არეალში. შესაბამისად, მოქალაქის წერილი გადაეგზავნა SSIP საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს პასუხის თანახმად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა ექვემდებარებოდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ვალდებულებებს. საკითხის განხილვა განახლდება კანონის მოთხოვნების შესაბამისად კორექტირებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აბანოს დემონტაჟის ორგანიზების პროექტი უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რის შესახებაც ფალიაშვილის ქუჩის 9 ნომრის მეპატრონე ინფორმირებულია.
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ასევე ჩავწერეთ იურისტი მათე ჩაფიჩაძე, რომელმაც მსგავს შემთხვევებში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე კერძო მეპატრონის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მან იმ ბერკეტებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც შეიძლება მეზობლებმა ამ შემთხვევაში იქ არსებული ბიზნესის ობიექტების მფლობელებმა გამოიყენონ, რათა დაცული იყოს მათი უფლებები. რიგში, რა თქმა უნდა, მერიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადგილი და ტერიტორია და იერსახე პრაქტიკულად არის მოულელი, მიტოვებული და მერია შეუძლია, რომ მოსთხოვოს მეპატრონეს, რომ ამ დამახინჯებული იერსახეს მიხედოს, ხო? და ამაზე მერიას პასუხისმგებლობაც აქვს, ანუ იგულისხმება ის, რომ საკუთარ უფლებამოსილებებში მსგავსი შენობის მოვლა პატრონობის კუთხით აქვს ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრაქტიკულად ეს არის ნაგავსაყრელი, ფაქტიურად იქ არსებული სიტუაცია და აქედან გამომდინარე, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსთანაც და ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსთანაც გამომდინარე, მერია ვალდებული არის, რომ მიხედოს ამ ნაგავსაყრელს. ანუ, რა თქმა უნდა, დააჯარიმოს ის ადამიანი, მათ შორის ის, ვინც წყლის ნაგავს და პლუს ამას თვითონ მეპატრონეც. ანუ მას აქვს ვალდებულება, რომ იზრუნოს მის ქონებაზე. და მინიმუმ ის მაინც მოუთხოვოთ, რომ მოხდეს კარების, ფანჯრების ამოქოლვა, რომ იქ ფაქტურად აღარ მოხდეს მესამე პირების დაშვება. კიდევ უფრო მეტი, ანუ იქ რომ ვინმე დაზიანდეს, ანუ ფაქტურად ამ შენობის ნაგებობის, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და შინთან ცენტარი არის, იქ რომ ვინმე დაზიანდეს, ანუ ამის მიხედვის ვალდებულების ნაწილში მერიას ქმედი უფლებამოსილებები აქვს და ეს უნდა განახორციელოს. ანუ მერის ჩართულობა, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არის უნიშნულოვანესი. თუმცა არის კიდევ მეორე გარემოებაც, რომ იქ არსებული ბიზნესები, რომლებიც ჩივიან ანტისანიტარიას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება სასარჩელო წესითაც ედაოს მესაკუთრეს. სამეზობლო თმენის ვალდებულება გასაგებია, ხო? ახლა შეიძლება ვითმინოთ და ასე შემდეგ, რაც არის გათვალისწინებული კანონმდებლობით, მაგრამ ის სპეციფიკური სუნი და ანტისანიტარია, რაც არის პრაქტიკულად არის ხელშეშლა. ხო, რეალურად ახლა იქ არსებულ სუნს დაადასტურებს როგორც სურსათერული სააგენტო, ასევე კერძო ექსპერტიც, რომ და პრაქტიკულად ანუ შეუთავსებელია, მათ შორის ანტისანიტარიის ნაწილში მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრანაც მოხდეს შეხმიანება და ან შეიწამლოს ეს ადგილი, ან ესე ვთქვათ, მიექცეს შესაბამისი ყურადღება, დეზინფექცია მოხდეს, რომ არ გავრცელდეს რაიმე ამ ტიპის ესე ვთქვათ, რა ქვია, ბაქტერია თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ საერთოდ ჯამში მერიის ჩართულობით და შეწუხებით და ქმედითი ნაბიჯებით მესაკუთრის წინააღმდეგ შესაძლებელია, რომ მესაკუთრე იძულებული გახდეს, რომ უბრალოდ მინიმუმ შემოღობოს მაინც, ან კერძო დაცვა დააყენოს, რომ არ მოხდეს გარეშე პირების იქ შესვლა და იმ ქმედებების განხორციელება, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ჩევის. ქუთაისის ცენტრში მდებარე ყოფილი აბანოების მიტოვებული შენობა დღეს მხოლოდ კერძო საკუთრების პრობლემა აღარ არის. ის უკვე საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. მაშინ როცა ნაგებობა ნელ-ნელა ინგრევა და ანტისანიტარიის კერად იქცა, ადგილობრივებსა და ბიზნესებს ყოველდღიური რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება. საკითხის გადაჭრა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილებებით ვერ დასრულდება. საჭიროა პასუხისმგებლობის მკაფიო გაყოფა, კანონის აღსრულება და რეალური ქმედებები, რათა ქუთაისის ისტორიულ ცენტრში საფრთხის შემცველი შენობები აღარ დარჩეს და ქალაქმა უსაფრთხო სივრცის სტატუსი დაიბრუნოს. კიდევ ერთი საფრთხის შემცველი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეგრეთ წოდებული კულტურის სახლია, რომლის ფასადი არაერთხელ ჩამოიშალა. ორივე შენობა რეალურ რისკს უქმნის მოქალაქეებსა და იქ დასაქმებულებს. ანტისანიტარიან გრევის საფრთხე და დაუცველი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც უბედური შემთხვევა მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც პასუხისმგებლობა ნაწილდება კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ხოლო პროცესები ბიუროკრატიულ ბარიერებში იკარგება, პრობლემა წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება. დღეს ქუთაისს სჭირდება არა ფორმალური გაფრთხილებები, არამედ რეალური, შეთანხმებული და დროული ნაბიჯები, რათა ისტორიულ ცენტრში არსებული საფრთხის შემცველი ნაგებობები უსაფრთხო სივრცეებად გადაიქცეს და ქალაქმა ღირსეული ურბანული გარემო დაიბრუნოს.